მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოდით ვნახოთ თქვენი ეს პარტნიორი თუ არა. ვნახოთ თქვენ რა გინდათ ურთიერთობიდან, თქვენს პარტნიორს რა უნდა ურთიერთობაზე, ურთიერთობიდან. ჩვენ გავაკეთებ დღეს ისეთ გაშლას, რომ ანუ დაუშვით ბიჭებსაც შეუძლიათ რომ გაეგონ თავისი პარტნიორზე და გოგოებსაც. აი ესეთ რაღაც მომინდა დღეს. ვნახოთ ახლა ჩვენ რაში ხართ თქვენ სხვადასხვანაირები. ნახოთ. რა გაქვთ საერთო და ვკითხოთ მაღალი ძალებს თქვენი ეს მამაკაცი ან თქვენი ეს ქალბატონი, ხო? Так, დავიწყოთ ჩვენ ახლა ჯერ გოგოს მხარეს დავაწყობ ჯერ როგორი ხართ ახლა თქვენ, საერთოდ როგორი ხართ. ეს იქნება სიგნიფიკატორი, აქ მე ბიჭს დავალაგებ ცალკე. რა უნდა გოგოს ურთიერთობიდან იყოს ერთი. შემდეგი რა გინდათ, არა, ხო, მოიცადეთ, ერთ არანერვიოს ბიჭი, როგორი ბიჭი ყავს ჩვენ, ვინ იქნება დღეს. დასტები მზად არიან. ბიჭი როგორია? რა უნდა ურთიერთობიდან მას, თქვენ ურთიერთობიდან. შემდეგი ჩვენ ვნახოთ აი ესეთი რაღაცა. რა გაქვთ თქვენ საერთო? რა გაერთიანებთ? რა გაერთიანებთ? და ვნახოთ ახლა რა გაქვთ განსხვავებული, რაში განსხვავდებით. მე ვკითხოთ ნამდვილად არის თუ არა ეს ადამიანი, რომელიც თქვენ გინდათ. და ჩვენ ასე გავაკეთოთ. ნამდვილად ეს ადამიანი თქვენ, ანუ გოგოს ნამდვილად სჭირდება ეს ადამიანი და ბიჭს ნამდვილად სჭირდება ახლა ამჟამად ეს ადამიანი და როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა, აი ესეც ვკითხოთ. ანუ ესე იგი ნახეთ, საერთოდ შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი პარტნიორი, რომელიც არის ჩვენ ცხოვრებაში მოცემულ მომენტში, ის არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. იმიტომ რომ უკვე ვინც ჩემთან დიდი ხანი ხართ, თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი ადამიანი, სიტუაცია, ყველაფერი ჩვენთან შემთხვევები არ არის, ყველაფერი მოდის რაღაცისთვის და მით უმეტეს პარტნიორი შემოდის რაღაცისთვის, ხო? ანუ რაღაცა გვასწავლოს, უფრო სწორედ კი არ გვასწავლოს, დაგვეხმაროს იმ ჩვენი კარმული ამოცანების დამუშავებაში. ეს კარმული ამოცანები ყველას აქვს სხვა და სხვა და რა თქმა უნდა, ამიტომ მილიონჯერ მაგას ვამბობ, რომ ბევრჯერ უბრალოდ მეკითხებიან, აი უბრალო გაშლას მე არ ვაკეთებ, მე ვაკეთებ ღრმა გარჩევებს, პლუს ვიყენებ ბედის მატრიცას, იმიტომ რომ იქ მე ვიღებ ინფორმაციას მატრიციდან, რა პროგრამები გაქვს და უშუალოდ ამ ადამიანთან რა უნდა დამუშავო. ეს თუ არ იცი, იარე რამდენიც გინდა, იკითხე დამერეკავს, არ დამერეკავს, გამოჩნდება, არ გამოჩნდება, გეტყვიან გამოჩნდება, მაგრამ გამოჩნდება ისევ გაქრება და რატომ ხდება ეს ერთი და იგივე, სანამ შენ არ გაიგებ რა პროგრამები გაქვს, რა შენ, ანუ რისთვის არის ეს სიტუაციები, ეს ასე ირბენ ახლა კრუგზე. შეიძლება მილიონი პარტნიორი შეცვალო, მაგრამ შენმა სულმა რაც ჩაიფიქრა, სანამ მაგას არ შეასრულებს, აი ასე ირბენ სულ. ეს დაიმახსოვროთ, ეს არ არის თეორია, ეს არის სუფთა პრაქტიკა. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენზე არჩევანი ვირბენთ აი ასე ერთი და იგივე, თუ ერთხელ და სამუდამოდ გავარჩევ, გავიგებ რა პროგრამები მაქვს, რა უნდა ამ ჩემ სულს, რატომ მაქვს დაუშვით ეს პრობლემები, ან რატო არ ხდება ეს და ვიცხოვრობ უკვე თავისუფლად. არჩევანი ყოველთვის თქვენზე. ეს უკვე აქსიომა, ნამდვილად. ეხლა არ არის ის დრო, როცა ჩვენ ახლა ჩვენი მშობლებივით, ბებიებით, ბაბუებით ვიჯდებით და ვერ ხვდებოდეთ რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ახლა ყველაფერი გასაგებია, აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია გავარჩიოთ ჩვენ და გავიგოთ. ინსტრუმენტები არის უამრავი,
თავარია ვინ როგორ ფლობს ინსტრუმენტს, როგორ შედის თქვათ იმ ინსტრუმენტის გამოყენებაში, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვზრდი ასეთებს, ვინც კარგად უკრავს, ასე რომ ვთქვათ, კარგად კითხულობს ნებისმიერ დასტას და როგორც ფსიქოლოგიის წიგნს ისე იყენებს და პოულობენ ზუსტად იქ ძალიან მაგარ პასუხებს. ეს უკვე ვიცი უკვე და მეთქი რა თქმა უნდა მითვითონ. კარგით. ნახოთ ახლა გოგოს ენერგია. და გოგოებო რა ხდება ახლა აქ თქვენთან? მოდით ახლა ეს დასტა რომ მიჭირავს. აქ არის რაღაცა და გარც უნდა რომ აჰა, всё. ესე იგი ნახეთ როგორი განწყობა გაქვთ ახლა თქვენ. შეიძლება იყო პერიოდი ისეთი თქვენ ცხოვრებაში, როცა გოგოზე მაგ ახლა ლაპარაკი, როცა აი რაღაცა ანალიზს აკეთებდით, ბევრს ფიქრობდით, ურთიერთობაზე ხო, თუნდაც საერთოდ საქმეებზე, ხო? რაღაცა აი გქონდათ, მაგრამ ახლა როგორ ენერგიაში ხართ, იცით? ანუ ასე ვეთყოდი მებრძოლის ენერგიაში. ანუ აქ ადამიანი გამოდის იმ პერიოდიდან, აი როცა ანუ როგორ არის, აი თითქოს გავბრაზდი ჩემ თავზე რა არ უიტყვენ რა, როდემდე უნდა იყოს ის, რაც ხდება, როდემდე უნდა მткиოდეს გული, როდემდე არ უნდა გამომდიოდეს რაღაცა, როდემდე უნდა ვიყო მე იმ თქვათ კრიზისში, რომელშიც თქვათ, სიტუაციამ ჩაგაგდო სიტყვაზე, ხო? ანუ აქ ადამიანმა გაიღვიძა და მიხვდა რომ მე აღარ მივცემ უფლებას რომ გული მატკინოს. არავის რა, მე უკვე უნდა ვაკეთო ის, რაც მე მინდა რომ გავაკეთო რა. იმიტომ რომ უკვე ნამდვილად აი თითქოს აი რაღაც ესეთი ენერგია გაქვთ, ანუ წამოსული რომ მინდა მაქსიმალურად გამოვიდი იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციებშიც ვიყავით. არავის არ მივცემ უფლებას, რომ ისე გითხრათ, რომ აი გული მატკინოს. აქ გინდათ სამსახურის თემას ეხებოდეს, არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ პრინციპში ახლა ხო, აი აღარ მინდა, всё, აქ ნახეთ, აღარ მინდა, გამოდიხართ იქიდან, აი თითქოს გამოვიღვიძე, თითქოს გამოვფხიზლდი, თითქოს აი მოვიდა დრო როდემდე რა, ანუ აი იცით როგორი შეგრძნება მაქვს, აი ჯერ აი ვერ გეტყვით რომ 1000%-იანი ადამიანმა უკვე მიიღო თქვათ ახლა პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაზე, მაგრამ უკვე არის იმ დონეზე რომ მე პატარა ბავშვით აღარ მინდა რომ მარტო ვიძახო რომ არ შემიძლია, არ გამომდის, რა ვქნა, რაღაც, ანუ ისეთი პერიოდი თითქოს წამოვიდა თქვენთან, რომ კი, აი ეს მდგომარეობა, რომელიც თქვენ აღარ მოგწონდათ, სადაც არაფერი არ ხდება, აი პაჟები ხო გეუბნებით, თითქოს გაიზარდეთ, იცით, აი ეგეთი რაღაცა არის, აი გაიზარდეთ რა. არავის აღარ მინდა ვინერვიულო, მე მინდა რომ ჩემს ცხოვრებას მივხედო და რაღაცა ვიცი რომ არის არსებობს ეს შანსები და ეს შანსები უნდა გამოვიყენო. აი ენერგია მოდის ასეთი აქ გოგოზე. აი რაღაცა ახალი სტადიაზე ხართ რა. შეიძლება რამე ისწავლეთ, რამე ტრენინგი გაიარეთ, რა ვიცი, რაღაცა გააკეთეთ ყოველ შემთხვევაში. მაგისტრის პლუს კიდე შეიძლება ეხლა მაინც წამოვიდა მეორე ინფორმაცია, თქვენ შეიძლება დიდი ხანია სადღაც გინდოდათ წასვლა ან გადასვლა. ანუ თქვათ ეხლა, მაგრამ რაღაცნაირად როგორ იყავით, აი თითქოს ბოჭავდათ რაღაცა, თითქოს ბლოკავდათ რაღაცა, თითქოს რაღაცა სიტუაცია, ანუ არ გაძლევდა თქვენ საშუალებას, მაგრამ აქაც თქვით რომ всё მორჩა, მე გადაწყვეტილება მივიღე, მე ამ შანსს არ გავუშვებ, მე არ მინდა მასე ვიყო, აქ ეხლა ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს ეჯარო გაშლა, იმიტომ რომ თქვა ზოგი საზღვარგარეთ, ზოგი სხვა ქალაქში, ზოგი რაღაცა даже შენაძენზე ვერ ვეთქვით, ტემპერატურაც არა. შეიძლება რაღაცა გინდოდათ რაღაცის ყიდვა, მაგრამ არ აძლევდეთ თქვენს თავს უფლებას დაუშვათ. ანუ აქ даже როგორი მომენტი, იცით, შეიძლება სხვერპლის როლში იყავი დიდი ხანია, როცა დაუშვით მე, აი ჩემი თავი სადღაც არის რა, სადღაც. ჯერ ყველას რაღაცა უნდა გავუკეთო, მე ჩემს თავს უნდა. ჯერ ყველაზე უნდა ვიფიქრო, მე ჩემს თავს და მე ახლა ასეთი პერიოდი გაქვს, რომ თქვენ ხვდებით, რომ ეს არ მუშაობს. არ მუშაობს, იმიტომ რომ აი ხო არის ეს მომენტი, რომ ყველა უმადურია, რაც არ უნდა გავაკეთო, როგორც არ უნდა მოვიქცე, რაც არ უნდა მაგათ, მაინც უმადურები არიან, ან უფრო მეტი სჭირდებათ, გაიგე და მე სადა ვარ? აი ეს არის გამოფხიზლება, მე სადა ვარ? ჩემი ცხოვრება მიდის და მე სადა ვარ? აი ეგეთი რაღაც მომენტი არის აქ გოგოს ენერგიაში. ბიჭო ნახოთ ახლა.
ბიჭი ჩვენი ბიჭი ჩვენი შეყვარებულია ჩვენი ბიჭი ბიჭი ეხლა როგორ ენერგიაში იცით ეხლა შეიძლება ეგეც სადღაც თქვენგან წასული მაგრამ ეხლა ნახეთ ამაგასთან მიდის ეხლა განულების ენერგიაში არის ანუ ეს ამან რაღაცა პერიოდი დაასრულა სხვათა შორის და რაღაც ახალ ეტაპზე წავედი ჩვენ ახლა ვიცით ხო რომ ჩვენი ცხოვრება ახლა ასე ტრიალებს რა რაღაცა ეტაპს გამოვივლით რაღაცა ავიღებთ ჩვენ გამოცდილებას მე ისე შემდეგ მივდივართ კრუგზე ამიტომ აქ არის როგორი პრინციპში არ არის ესეთ მძიმე ენერგიებში მსუბუქად არის ძალიან აკეთება სამსახურშიც არის აკეთებს იმას რაც მაგას მოსწონს მაგრამ აქ არის შეყვარებული ადამიანი ბევრ დროს შეიძლება даже ფიქრობს არ გამოვრიცხავ აი даже როგორ არის იცით ну აი აქ ვერ ვხედავ მე რას იცით ერთი ნახეთ მოდის რა ერთი რაღაცა მოდის რომ შეიძლება ამას უნდა უფრო მეტად თავისუფალი იყოს და უფრო მეტი დრო მიუზონოს თავის საყვარელ ადამიანს უფრო მაგრამ ეთყობა რაღაც ან სამსახურის გამო ან რაღაცა საქმიანობის გამო არ შეუძლია გაიგეთ რა ხდება მაგრამ მეორე კიდევ მოდის ესეთი ინფორმაცია რომ ადამიანი უბრალოდ ანუ რაღაც სხვანაირად შეხედა ურთიერთობას, იმიტომ რომ აქ ახლა როგორი მომენტია, იცით, როცა აი თქვა დიდი ხანია მიყვარს ვიღაცა, მაგრამ აი ახლა უფრო სხვა თვალით ვუყურებ. აი ეგეთი რამეც მოდის ახლა აქ შემოსიხარულებ. Ну, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი, ესე იგი, რა გინდა ურთიერთობიდან. გოგო გოგოს აქ როგორი მომენტი, იცით, აი თითქოს ამ ურთიერთობიდან აქაც ახლა ნახეთ, თქვენი ენერგიები ისეთი არის, რომ რა გინდათ ურთიერთობიდან, აი უკვე შედეგი გინდა თქვენ ამ ურთიერთობიდან რა, იმიტომ რომ შეიძლება კიდე ნახეთ რა ხდება. თუ დაუშვოთ ჩვენ ეს თქვენი სიგნიფიკაცია ავიღოთ იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში გადაწყვეტილება გაქვთ კიდე როგორი მიღებული, აი უშუალოდ რომ ავიღოთ ეს არკანები, აი ურთიერთობაზე რომ გადავიტანოთ, ხო? ანუ არც აქ ეგეთით ისება რომ ნუ ფენები მოდის რა. ხო. ესე იგი ნახეთ რა ხდება. აქ მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება მიიღეთ გადაწყვეტილება როგორ აი ამ ნუ როგორ არის იცით აღარ ვინერვიულებ აღარ ნერვებს აღარ ვიშლი აღარ თქვენ აქ ნახეთ რა არის ურთიერთობას რაც ეხება აღარ ახართ თქვენ უკვე რაღაცნაირად დამოკიდებული პატარა ბავშვით ამ ურთიერთობას იმიტომ რომ შეიძლება ადრე თქვენ ბავშვით ახლა ნერვებს იშლიდით ანუ რაღაცას აი ვარდებოდით იმაში რა ქვია ისტერიკებში ტიროდით და რაღაცებს აკეთებდით მაგრამ ეხლა თითქოს აღარ მინდა უკვე ეგრე აღარ მინდა всё არ მინდა რა ეგეთი რამე და არ ვინერვიულებ თუნდაც აი წავა არ წავა და ნუ წავა აი ეგეთი რამე რა პრინციპში რა არის ეს კარგი არის ძალიან იმიტომ რომ პოზიცია ნუ არ უნდა იყო მიჯაჭული ნუ არ უნდა იყო ადამიანს იმიტომ რომ ის არ არის შენი არც საკუთრება და არც არაფერი ხო და ეხლა პარტნიორს ეხლა აქ იმისი უფლება რომ თან ნუ თან ახლა გააჩნია ახლა რა კონტრაქტი გაქვთ თქვენ სულებს როცა უნდა გავა სიტყვაზე. ნუ всё, ეს ძალიან ღრმად მივდივართ. ანუ თქვენ რაღაცა ელოდებით, რაღაც შედეგს ამ რა ურთიერთობა გინდათ. აი შედეგს ელოდებით. აი რა შედეგს ელოდება რა უნდა. რა უნდა. გოგოებო იცით რა არის აქ კიდე? აი ვისთვის მოდის ენერგია, რის მოდის კიდე როგორი მომენტი. ნახეთ, შეიძლება თქვენ ზოგჯერ რას აკეთებდეთ? ახლა მე გეტყვით, ახლა აქ რა საინტერესო წამოვიდა ინფორმაცია, ნახეთ. აი ზოგჯერ არის ესეთი ურთიერთობა, როცა შენ აი უბრალოდ იმიტომ გინდა ურთიერთობა, რომ აი ეს საზოგადოებას აქ აი ესეთი, ნუ, ქალს უნდა ყავდეს კაცი, კაცს უნდა ყავდეს ქალი სიტყვაზე, ხო? და აი მაგიტომ უბრალოდ ხო უნდა მყავდეს. სინამდვილეში შეიძლება დაფიქრდეთ კარგად, აბა შეედით თქვენ ქოცნებიაში, შეიძლება სინამდვილეში ძალიან მშვენივრად კარგად გრძნობთ თავს თქვენ მარტოც.
ნახეთ? ანუ მე სულ ვატყუებ თავს, რომ მე სუდად ვარ, რაღაცა მაკლია, როცა მე ვარ მარტო. და სინამდვილეში ეს არ არის სიმართლე. მშვენივრად კარგად ვგრძნობ თავს. უბრალოდ არის ზოგჯერ როგორი მომენტი, იცით, რომ აი თითქოს აყოლილი ხარ, გაიგე, რომ ნუ სირცხვილია, რომ ან ხო მინდა, ან რაღაცა, მაგრამ აი ჩაიხედეთ თქვენს გულში, ზოგჯერ მარტო როცა ხართ, უფრო კარგად ხართ, მაგრამ აი ეს არის თვითმოტყუება. მიხვდით? აი ეგეთი რამე, რომ აი მაკლია რაღაცა და ეგეთი რამე. Даже აქ სუპენტაკლები არის, даже მე ვეტყოდი, რომ თქვენ ახლა ვაფშე საერთოდ მიმართული ხართ ფინანსებზე, მეტო მკითხავთ, იმიტომ რომ აქ არის ესეთი თემა, რომ მე ახლა უფრო თან ნახეთ, შეიძლება აი აქ რადგან ეგეთი თემა გვაქვს, ადამიანი, თქვენი პარტნიორი შეიძლება ფინანსურად არ მონაწილეობს თქვენს ურთიერთობაში. არ მონაწილეობს და სულ გიწევთ თქვენ რაღაცის კეთება, შეიძლება ელემენტარული რაღაცა აი საჩუქრებსაც არ ჩუქნის დაუშვოთ, ნუ შეიძლება ზოგი, ნუ ხო საჯარო გაშლა, შეიძლება ზოგს ეგეთი რამეც ქონდეს და მაგრამ ამ დროს თქვენ ახლა უბრალოდ იმის გამო, რომ თქვათ მარტო არ ვიყო, ან იმის გამო, რომ თქვათ ან ამართლებთ ძალიან ხშირად თქვენს პარტნიორს, ნუ რა ქნას, ნუ ახლა არა აქვს, ნუ ახლა უჭირს, ნუ ახლა რაღაცა და იმიტომ ხართ მოლოდინში, გაიგეთ, რომ ნუ მაინც კიდე შანსს ვაძლევ, რომ იქნება და რაღაცა გააკეთოს და იქნება და კონდეს და იქნება და მასი ამოვნოს. ამ დროს სულ ნაკლებობას გრძნობთ მისგან. რაღაცის, გაიგეთ და მაგრამ ცდილობთ რომ გაამართლოთ. აი აქ ეგეთი ინფორმაცია მოდის. ეხლა ბიჭს რა უნდა? ბიჭს უნდა აქ რაღაცა მომავალზე ფიქრობს, სხვათა შორის, ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ განოლებული ნოლში ნახეთ არის დაეგრევე მეორე ქვერთხების. ანუ ესე იგი უყურებს მომავალს რა, იმიტომ რომ ეხლა მაგან ეთყობა გრძნობს რას, იცით, ამ ბიჭს თქვენ პრინციპში დიდი ხანია უყვარხართ. კი, მაგრამ ეხლა მაგიც გრძნობს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. აი, იმიტომ არის, რომ ეთყობა თქვენ ენერგიას კითხულობს, რა ვიცი, აბა ვნახოთ ეხლა რა ცვლილებები გინდა შენ, აბა გითხარი? რა ცვლილებები გინდა შენ? აი, უნდა რომ დასრულდეს რაღაცა პერიოდი, რომელიც მას აწუხებს, პერიოდი, უმოქმედების პერიოდი, კი. ანუ, ესე იგი, ნახეთ, ესე იგი, ძალიან მაგარი ინტუიცია ექნება ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან კარგად კითხულობს იმას, თქვენ რა გაწუხებთ აქ, გაიგეთ? და მშვენივრად კარგად ხვდება. ამიტომ ეხლა ამას რა უნდა ურთიერთობი და მაგას უნდა რომ დასრულდეს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ეთყობა თვითონაც განიცდის ამ სიტუაციას, გაიგეთ და даже შეიძლება გქონდეს მაგას იმის თქვენი დაკარგვის მომენტიც რა აწუხებდეს და ხო და ანუ მე მინდა რომ დასრულდეს ეს პერიოდი, რომელიც მე მაგდებს დეპრესიაში რა, რომ აი შეიძლება მონატრებულიც არის, თუ დაუშვდა სადღაც არის იმაში. წასული ეს ბიჭი თქვა სამუშაოდ შორს არის წასული და აი ეხლა არის როგორ აი ენატრებით, უზომოდ ენატრებით და დროზე მინდა რომ ან დავბრუნდი, ან წავიდე, ან დავასრულო ის, რასაც აი შეიძლება სამუშაოზე თქვა წასული არის, ნუ რაღაცა უნდა გააკეთო. რომ დროზე დავასრულო, რომ მინდა დავბრუნდე რა. მაგრამ აი რომ ურთიერთობის რა უნდა რომ ეს ურთიერთობა იყოს აი წინსვლა ქონდეს. გაიგეთ, აუეჭველი უნდა. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ, ნუ აგერ არის ცეცხლის კალბადონი. Так, ვნახოთ ახლა ჩვენ რა გაქვთ თქვენ საერთო. საერთო თქვენ გაქვთ რა საინტერესო გაქვთ საერთო. სწავლობთ, იცით თქვენ ჯერ ნახეთ რა არის საერთო, რა მოდის, იცით? შეიძლება თქვენთვის ორივესთვის ასეთი ურთიერთობა, როგორიც ეხლა არის თქვენ შორის, არის პირველად. დაუშვათ, მე არ გეუბნებით, რომ თქვენ ახლა ზოგის შევავში პირველი ხარ, კი ბატონო, მაგრამ საერთოდ აი უფრო ღრმად რომ ჩვენ შევხედოთ, ანუ თვითონ ეს ურთიერთობა არის პირველი. მასეთი ურთიერთობა არ ქონდა მაგას, თქვათ, ეხლა ნუ ხო არის ზოგჯერ ერთი და იგივე რაღაცა პარტნიორი რაღაც. მაგრამ ამ თქვენს შორის ეს ურთიერთობა არის იმენა ასეთი პირველად რა. პლუს კიდე, ესე იგი, საერთოდ კიდე რა გაქვთ თქვენ, შეიძლება ორივენი სწავლობთ ამ ურთიერთობაში ბევრ რამეს და ბევრ რამეს ხსნით თქვენში ახალს. ანუ რაც ადრე თქვათ არ იყო გახსნილი. გაიგეთ, აი ეგეთი მომენტი.
პლუს კიდე ორივე ძალიან კარგი манипуляტორები ხართ. და ესეც გაქვთ საერთო, იმასაც შეუძლია ძალიან კარგად იმანიპულიროს ახლა სიტუაციას, თქვენ ძალიან კარგად გეხერხებათ ეგ. აი ესეც გაქვთ საერთო. რა გაქვთ განსხვავებული? აჰა, აი განსხვავებული გაქვთ თქვენ რა, იცით? მე რა საინტერესო. მიწოდეთ. აქ არის როგორი მომენტი, იცით? ერთი წუთით მოიცადეთ, ბავშვებო. ანუ, ესე იგი აქ მე რას ვეტყოდი, იცით? აი სულიერი განვითარება გაქვთ თქვენ სხვადასხვანაირი. სულიერი განვითარება. შეიძლება გოგო უფრო აი გოგოს უფრო აინტერესებს, გოგოს უფრო სწამს რაღაცების, ხო? და ბიჭი ეგრე არ არის. აი სულიერ განვითარებაში გექნებათ სხვაობა. ნუ რაღაც მომენტები თქვათ, ეხლა ანუ თქვენ უფრო გწამთ, უფრო ვითარდებით, უფრო კითხულობთ, უფრო ნახულობთ, უფრო რაღაცა ასე და მაგას არა აქვს ეგა. აი ეს სხვაობა. კარგით, ნახოთ ეხლა ჩვენ მაშინ ნამდვილად გჭირდება თქვენ გოგოს ეხლა ვეკითხებით ეს მამაკაცი. კი. ნამდვილად გჭირდებათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი გზას გინათებს, გულს გითბობს და ნამდვილად ეხლა მაღალი ძალები თვლიან რომ კი, ეს ადამიანიც შენ გჭირდება, იმიტომ რომ მზის არკანი აქ ახლა ნოუეჭველი გჭირდებათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენში ხსნის რაღაც ახალ ენერგიებს, ახალ ცოდნას, ახალ ანუ ნუ გაძლევს, ძალიან ყვებავს თქვენ თქო თავისი ენერგიით. ეს არის უეჭველი გჭირდებათ, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა, ხო? როგორც არ უნდა იყოს მდგომარეობა, ამ წუთში, ამ შემთხვევაში, ნუ ეხლა ეს ადამიანი თქვენ გჭირდებათ. იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვენ ხსნის ეს ადამიანი. თქვენთვის სჭირდებით, ნუ რა თქმა უნდა, თქვენ ახლა ორი მაღალი არკანი, თქვენ ხართ მისი სამყაროს გამოგზავნილი ხართ მისთვის და ნამდვილად თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ანუ მაგ ადამიანს, ესე იგი, ანუ ყველაფრის მიუხედავად, რომ თქვათ, ბიძგიც მისცეთ, როცა საჭირო არის და ანუ მაქსიმალურად გააფართოვოთ ეს ადამიანი, გააფართოვოთ როგორ იცით, არა მხრიდან ვიზახე, ანუ თქვათ, ეხლა ну გზა უჩვენოთ, მოდით ასეც რო თქვათ, გლობალურად, უფრო გლობალური თქვენ ხართ, ძალიან მასშტაბური ეთყობა და ანუ სამყაროს გამოგზავნილი ხართ. მოდით აი ასე რო თქვათ რა, თქვენ გჭირდება ორივე ერთმანეთს გჭირდება, ორივეზე მაღალი არკანი, ჯერ პირველ რიგში, მეორე კიდე ნახოთ როგორი არკანები. ну ნახოთ ახლა რა განვითარება, რა ელოდება, ну ღმერთო ჩემო რა, ძალიან კარგი, კი. აქ ნახეთ, აქ არის ძალიან დიდი წინსვლა. განვითარდება ურთიერთ, მაგრამ გოგო როგორც გადაწყვეტს, გოგოს გადაწყვეტილებით. ეს ურთიერთობა მე მაჩვენებენ რას? ეს ურთიერთობა გაგრძელდება მანამდე, სანამდე გოგოს უნდა. სანამდე, ანუ და ისე როგორც გოგო გადაწყვეტს. იცოდეთ, ნუ ეს პრინციპში აქსიომაც არის რა, საერთო ურთიერთობა გრძელდება მანამდე, სანამ გოგოს უნდა. და ის თუ თქვენ იძახეთ, რაიმე არა, ხა ის ხო წავიდა, ის აბა ხა არ დაბრუნდა, მიბრუნდა. თუ შენ ემუშავებ შენ თავზე და შენ მარტო ის კი არ უყურებ, რომ დაუშვით იმ გაშლებს, რომ ხო დაბრუნდება და ისეთი საზღარსაც ლამძღავენ პარტნიორს და არ ხსნიან იმას, რატო რისთვის და ეს ყველაფერი ხდება. ну გააგრძელე უყურ, არ არის პრობლემა, უბრალოდ ну ასე იქნება. მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც ვითარდება, იმ ადამიანს, რომელიც იცის, თქვა და ხა მე თუ მინდა ეს პარტნიორი იყოს ჩემთან, ხო? მაგრამ რაღაცები კიდე არ მომწონს, მე ხო უნდა გავიგო რატომ, ხო? იქნება და მისი ბრალი სულაც არ იყოს ჩემი. თან როცა ჩვენ ვითარდებით და უკვე ხვდებით, რომ პარტნიორი მოდის იმისთვის, რომ მე დამეხმაროს ჩემს ამოცანებში, ხო? უნდა გავიგო აბა რა ამოცანები ამისთან, რომ მე თქვა უნდა დავამუშაო რა. ანუ და იქნება და მართლა რაღაც ისეთია, რომ თქვა, ეხლა ამას დავამუშავებ და გავაგრძელებთ ურთიერთობას და ვიქნებით ერთად. და
ნუ ამიტომ ვიზახე გოგოს გადაწყვეტილებაზე არის აქა დამოკიდებული. გაიგეთ? სანამ აი გოგო როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება ეს ურთიერთობა, ისე წავა. თუ შენ არ მიდიხარ განვითარებაში, ურთიერთობა დასრულდება. თუ შენ გააგრძელებ განვითარებას, სიტუაცია შეიცვლება და ნამდვილად გექნებათ წინსვლა. და ამ ურთიერთობაში და მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ შენზე დამოკიდებული, ეხლა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ასე ხდება, რომ აი თუნდაც ეხლა მე მუშაობ უკვე წლები და რა ვიცი, ყოველდღე რამე სიტუაციებს ვარჩევ და უკვე გეუბნებით გამოცდილებიდანაც და რომ საერთოდ უფრო მოდი სქემა როგორია, სული რომ მოდეს, ქალის სხეულში სული მოვიდეს იმისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს და დააკვირდით, ნებისმიერი კურსები გინდა, ტაროლოგები გინდა, ასტროლოგები გინდა, ისედაც, სადაც არ უნდა ფსიქოლოგები, ყველაფერი. აი, სადაც თქვა ფსიქოლოგებთან და ასეთ დამხმარ პროფესიების სპეციალისტებთან მიდიან უფრო ქალები. და ბიჭები არიან ის ბიძგი, რომელიც ყველაფერ სიტუაციას ისე ქმნიან, რომ მისცენ ბიძგი ამ ქალს განვითარებაზე. თუნდაც ფსიქოლოგთანაც რო წახვიდე და გინდა ტაროლოგთან, გინდა, კაროჩე არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის რა, შენი უკვე ზრდა, შენ უკვე ეჩენა ბიჭის წინ ხარ, ხო? და ეს ახლა თავისი ქცევები, თავისი ყველაფრით რითიც შეუძლია თავისი ინსტრუმენტებით გაძლეს ამ ბიძგს. გაიგეთ რა ხდება? მაგრამ უკვე ეს არის თქვენზე დამოკიდებული. თქვენ თუ გესმით და იცით და მე გიხსნით ამას უკვე მე მგონი 4 წელი რა ვიცი, რამდენი ხანი აქ ამ არხზე ვარ. სულ ამას გიხსნით, რატომ ვინც მომისმინა და ვინცაც ჩვენ უკვე ვმუშაობ და უკვე განვიხილეთ ყველაფერი, იმათი ცხოვრებას იცვლება. შეგიძლიათ კომენტარებში წაიკითხოთ, წერენ ყოველდღე გოგოები, რომ სიტუაცია ცხოვრება შეეცვალა. რატო? იმიტომ რომ მიხვდნენ, აი ეს მთავარი, მიხვდნენ, რომ კი არ უნდა ვიტირო, რატომ? უნდა გავიგო რისთვის. რო გავიგებ რისთვის, სიტუაცია შეიცვლება, ჩემი ცხოვრება გაუმჯობესდება და გინდა ამ პარტნიორთან და გინდა საერთოდ, რომ პარტნიორები შეგიძლიათ ცვალო მილიონჯერ. ხო? მაგრამ შენ თუ ის არ დაიჭირე, რაც მთავარი, ხო? აზრი არ აქვს და ის რომ მარტო იჯდე და აბრალო შენ პარტნიორს, რომ ასეთი ხარ და ისეთი ხარ და ეს ყველაზე ადვილია, რა თქმა უნდა, ან კიდე უარესი თქვა, რომ ჯადო გამიკეთეს, ან რაღაც სისულელეები. ხო და ამიტომ, ჯადო სისულელე არ არის, უბრალოდ სისულელე არის, როცა შენ ამის გაკეთებას აკეთებ რა, იმიტომ რომ ის იმუშაობს, რომ თუ მოგწონთ, კი ბატონო, მე უკვე არ თქვათ, რომ რატომ მოდის უფრო მეტი პრობლემა თქვენ ცხოვრებაში. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მე რა უფლება მაქვს რომ ჩავერიო. ჩემი უფლება არის რომ მე გითხრათ, თქვენ გაგაფრთხილო. დანარჩენი ახლა თქვენ გადაწყვეტთ, როგორც თქვენ გინდათ. მე რა თქმა უნდა გისურვებთ თქვენ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.